პატიჟეთ სტუდიაში მიხეილ ცაგარელი, რომელიც გვიამბობს დეტალურად უკვე ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ბატონო მიხეილ, გაგვიზიარეთ რა განწყობაა ცაზე და რას გვიქადია მარცვლავები. ამ ბოლო დროს მე გეომაგნიტური დღეების რაოდენობა უფრო მაინდა. ხასეშორის არანაკლები გავლენა. მოგესალმებით, დილამშვიდობისა, საინტერესო დისლოკაციის ადგილი შეიცვალა ბაბიმ. ეს კუპების და მზის ამბავი ხომ არ არის? განწყობა აშკარად გაუმჯობეს და რაღაცაში რა ხდება, რას აკეთებ? კუპები კარგი ნიშანია, აი ამაშია საქმე ჩემი აზრით. ხომ რატო გაიქცათ კუპებს? გვერდითი და რაში რეჟისორს კითხე. ესთან გადავიდა, ცეცხლის ნიშანი აკლია, ეთქობა, მეტი ცეცხლი უნდა, მეტი სითბო. მაგაშია საქმე, ესე არ ხდება შემთხვევით არაფერი, ხო? კარგი, ხა შემოგარგებო დღეს, ესე იგი რაზე ვსაუბრობთ, იმაზე როგორ იქნება ეს კვირა. გადასარევი. მოდი მოკლედ ვთქვათ რა, ყველასთვის. არა, იცი რა, როგორ არის წესი? ამას ყოველთვის ვამბობ. ერთხელ თვეში ჩვენ გვაქვს ერთი კვირა, ყველა ნიშანს, საუკეთესო. ყველას უმართლებს ამ პერიოდში, ამ კვირაში, აი ზუსტად ეს კვირა გვაქვს ახლა. ამიტომ შემოგარგებო, დრო არ დაკარგოთ. ეს კვირა მაქსიმალურად გაიარეთ, იმიტომ რომ 26-ში ველოდება მარს-პლუტონის ძალიან მძიმე ასპექტი. ის მერე ცოტა დაძებავს სიტუაციას. იქამდე ჩვენ ეს კვირა გვაძლევს საშუალებას ბევრი რამ დავიწყოთ. ყოველ შემთხვევაში რაღაცა გრანდიოზულიც რომ გქონდეთ, აი იმის ერთ-ერთი საწყისი ეტაპი ეს არის უდავოდ ეს კვირა და გამოიყენეთ. ყველას აქ კარგი, მაგრამ გვინდა არ გვინდა გეომაგნიტურ დღეებს ყურადღებას ვაქცევთ. ეხლა რას ელოდება თუ იცი? აბა გზნობს მისი გული რომ ზენელნელა უახლოვდება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს, ხო? ხუთშაბათს გვაქვს გრანდიოზული დღე. მზე დაამთავრებს კუროში თავის მოღვაწეობას და გადადის ერთი თვით ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში. იწყება ტყუპების დრო. ანუ ეს რას ნიშნავს? უკვე ხუთშაბათიდან ხიარულება, უკვე კარგი განწყობა, კომუნიკაცია, ოპტიმიზმი, მგზავრობა, მოგზაურობა, ტაშფანდური, მოდი ესე ვთქვათ, კარგი გაგებით, ხო? ეს ყველაფერი, ნუ ეს ხო ტყუპების სამყაროა, როგორ შეიძლება გონება, ახვილობა, კომუნიკაცია, ხალხი, ურთიერთობები, ცნობის მოყვარების გაფა, ეს ყველაფერი ამოთი. ამიტომ რას უყურე შემსუბუქება გარკვეულწილად გველოდება სიტუაცია, იმიტომ რომ კურო უფრო სერიოზული ნიშანია. ესენი უფრო ესეთი მსუბუქები არიან ამ კუთხით და აი ეს ტენდენციები გვექნება ჩვენ უკვე ხუთშაბათიდან, მაგრამ გავითვალისწინოთ ახლა რომ ამ ნიშანს არა მარტო კარგი, არამედ ეს ტრადიციულად ეწყებამდე როცა ვიწყებ საუბარს, ტრადიციული მოვლენა, რელაქსაცია ეწყება ჩვენს ვახოს. ცოტა ხნით ხა ენერგიას იკრებს რელაქსაციის დროს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეხლა რა შეეხება, ესე იგი თვითონ მოვლენა ძალიან კარგია, მაგრამ ეს დადებითთან ერთად ხო არ ყოფითიც გვაქვს, ხო ამას ვერ გავიქცე, ესეც გაძლიერდება, ხო რა გვაქვს ვატყობ. გაორება მერღეობა. ხან ერთი უნდა, ხან მეორე. აი ეს ზოგიერთმა შეიძლება იგრძნოს, რომ უცებ რა ვქნა, ეს ვიყიდო თუ არ ვიყიდო. იქნება არა. იქნება ის. დილით ერთი უნდა, საღამოს მეორე უნდა, ხო? სულ სწრაფობა. თქვენ ხო ყველაფერი გეჩქარებათ, ეხლა გინდათ უცებ საღამომდე როგორ მოითმენთ, ხო? აი ეს ტენდენციები, ფულის უყურებთ ხარჯვისადმი მიდრეკილება, ზღვარგადასული ფანტაზიები. თქვენ ხო სულ დაფრინავთ, ხო? ეხლა ჩვენ თუ მიწაზე ვართ, აი მე რეიწყება ეხლა ფრენის პერიოდი, ხო? ამიტომ შემოგარგება ამ ცოტა ნეგატიურ ტენდენციებს. ცოტა მეტი ყურადღება დაუთმოთ. დადებითი მაქსიმალურად გამოვავლოთ. აი ეს არის სულ რაც მოგვითხოვება და ტყუპებს ეწყება რას უყურე წლის განმავლობაში უკვე ხუთშაბათიდან ვარსკვლავური დრო. ერთ-ერთი საუკეთესო მთავარი ფავორიტი ხდებით უკვე თქვენ. მაგრამ 4 გეომაგნიტური დღე გვაქვს ამ კვირაში. დღეს ორშაბათი, დღეს თუმცა თქვენ აფია გეტყობათ გეომაგნიტურისა. ხო, ასევე 4 შაბათი და შაბათი კვირა. აი ეს 4 დღე თუ რაღაცა იგზენი დაუშვათ, აქ შეიძლება კიდე პატარა ცვალებადობა იყოს, ამინდების სახედავთ ახლა იცვლება რაღაცეები. ნუ ცვალებადია ეს მაისი, ამიტომ ცოტა ახდენს და გავლენას წნევა გაიზომეთ, შესაბამისი პროფილაქტიკა მიიღოთ ამასთან დაკავშირებით. მაგრამ კიდე ორი მშვიდობიანი მოვლენა გვაქვს, ვერ გავექცევით, აქ კერჩხიბიცა გვაქვს ჩართული, ამ სფეროში და კუროსაა ჩართული. აქედან გავმინარე, აი მაგალითად 4 შაბათს რა ხდება და სამშაბათს. ეს ორი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად სამშაბათიდან უკვე პლანეტა მარსი, მოგხსენებათ საქმიანობის, ენერგიის, შრომის უნარიანობის მმართველი პლანეტა გადადის თითქმის 28 ივნისამდე კუროს ზოდიაქოში. კარგია, რატომ? იმიტომ რომ აქამდე ვერჩია და ვერძი ცოტა აგრესიას ამვითარებდა, როცა მარსი ვერჩია, ადამიანი უფრო აგრესიული ხდება. შემტევი ენერგიული, მაგრამ ცოტა აგრესიული. ამიტომ გადადის რა კუროში, გაცილებით მშვიდობიან ნიშანში.
თვითონ მარსი გვაძლევს საშუალებას ადამიანის საქმეში მოქმედებისას იყოს უფრო მშვიდი. იმოქმედოს პრინციპით 7-ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი. მეტი ერთგულება გამოავლინოს მათ შორის საქმე ან პარტნიორულ ურთიერთობებში. ეს ის პერიოდი, როდესაც მაგალითად საომარი სიტუაციაც კი შეიძლება მსოფლიოში ცოტა დამშვიდეს. რატომ? იმიტომ რომ თვითონ მარსი აგრესიული ნიშნიდან გადადის უფრო მშვიდობიან ნიშანში. აი შესაძლებლობები არის, მაგრამ ცოტა მოიმატებს სიჯულდე. ამასთან ერთად სამაგიეროდ ვენერა სიყვარულის მმართველი პლანეტა 4 შაბათს გადენაცვლებს თითქმის 13 ივნისამდე კერჩხებში. გადასარევია კერჩხებში მას უყვარს ყოფნა. ეს ნიშნავს იმას, რომ მოიმატებს ინტერესი პოეზიის, ლიტერატურის, ხელოვნების ფართო სპექტრისადმი ადამიანებში. საუკეთესო დროა ოჯახის შესაქმნელად, საოჯახო სანათესაო ურთიერთობებისათვის, სამშობლოს პატრიოტიზმისათვის, ტრადიციებში ჩასაღრმავებლად, ისტორიულ-ეთნოგრაფიული სიღრმეების გასარკვევად და ასე შემდგომ. ერთ სიტყვით, ეს არის სამშობლოს ნიშანი, ეს არის ოჯახის ნიშანი, ამიტომ ეს ყველა სფეროები გაძლიერდება და სასწავლო ურთიერთობა უფრო ემოციური, უფრო მგზნობიარე, უფრო რომანტიული გახდება და ინტუიციური. კერჩხებისეული, მოკლედ რო ვთქვათ, ხო? აი ეს ტენდენციები ძირითადი რაც ჩვენ გვაქვს ამ კვირის განმავლობაში გავითვალისწინოთ, ეხლა მივდგეთ უკვე ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს და რადგან კვირა მთლიანობაში კარგია, იმიტომ რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგო ველშია, ყველას ეძლევა კარგი შანსები. დავიწყოთ ვერძით. ვერძებო, ფინანსური კუთხითაც კარგი პერიოდია. ნოვატორული შესაძლებლობები, ახალი იდეები, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობები, აი ეს ყველაფერი წინ გაქვთ, როგორც ლიდერი ხელმძღვანელი გაუმჯობესებთ პოზიციებს საზოგადოებაში, რეიტინგი მოიმატებს და კიდევ რატო. ნელ-ნელა იგრძნობთ ახლა, რომ შრომის უნარიანობა მატლობს. ანუ ნაკლებად იღლებით. შესაბამისად, უფრო აქტიური ენერგიული ინიციატივანი, უფრო კონტაქტური ხდება ეს ნიშანი და აქ ავტორიტეტი თქვენი აშკარად მატლობს. აი რაღაცა პუბლიკაცია გინდათ, იგივე დავუშვათ გინდათ რაღაც სატელევიზიო გამოსვლები გქონდეთ ან დებატები, ძალიან კარგად გამოვა ვერძი და იქნება ძალიან წარმატებული. ანუ ავტორიტეტი ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ასე რომ აქტიურეთ. კუროს რაც შეეხება ჯერ გრძელდება ეს კვირა კიდევ ვარსკვლავური დრო აქვს კუროს აქედან გავინარეთ ჩემო კარგებო იაქტიურეთ გინდათ პირადი სასკვალო გინდათ საქორწინო ურთიერთობები ხო მე ხო გითხარი გრძელდება ეს სიამოვნების ასე ვთქვათ მომენტი ხო ასე რომ ნუ შეუმცირებთ ამას ბოლომდე ხო ეხლა შემდგომ მოდი ავნიშნოთ რომ კუროებო, გინდათ ქორწინება, გინდათ სასკვალო ურთიერთობა, გინდათ ფინანსური კუთხით, გინდათ თავშად ლატარეებში მონაწილეობის მიღება, ასევე წარმატებული იქნება, იმიტომ იღბალი თქვენს მხარეს არის, ენერგოტონუსი მაღალია, შარმე მიზიდულობა არ ნახული, მგზავრობა, მოგზაურობა, კონტაქტები, ბიზნეს საქმიანობა, კარიერული წინსვლა, ყველაფერი ჯანმრთელ ხელშია. ეს კვირა მაქსიმალურად გამთავარი ფავორიტი ხარ თქვენ. აი შემდეგ კვირიდან უკვე შემოვა ტყუპების ზოდიაქო, რომელზეც ახლა გადავალთ. ტყუპებო, ნელ-ნელა მოემზადეთ. ეს არ ნიშნავს, რომ დღეს ახლა გადაირიოთ და რაღაც არნახული საქმეები დაიწყოთ, არა. მაგრამ ნელ-ნელა თქვენ ახლა იგრძნობთ ყოველ დღე, ხვალ რო გაიღვიძებთ, იგრძნობთ ცოტა მეტი ენერგია გაგვძე, კიდევ უფრო უკეთესი განწყობა. აი ეს ნელ-ნელა გემოტებათ ენერგია, 21-დან უკვე ირთვება თქვენი დრო. აქედან გამომდინარე, აი ახლა უნდა მიდგეთ, მოდგეთ, ხალხი შეაწუხოთ, ახალი იდეები, პროექტები, კომუნიკაცია, საინტერესო კონტაქტების დამყარება სხვას შორის, განსაკუთრებული სამართლიანობით გამორჩევით. ახლა და ვერ იტანთ, როცა ვინმე ჩაგრავს სუსტს და აქ ძალიან იცავთ ყველა სახის სამართლიანობას, რაც თქვენს რეიტინგს მომენტალურად წევზევით. მაგრამ მარტო ეს არა, გინდათ პროფესიონალური კუთხით, გინდათ უცხოეთთან აქტიური კონტაქტების, მგზავრობა მგზავრის კუთხით, უკვე იწყება თქვენთვის ძალიან საინტერესო პერიოდი. ახსავსე შესაძლებლობებით, ახალი ნაცნობობით, პარტნიორული თანამშრომლობით და ასე შემდგომ. ამიტომ მოემზადეთ. წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. და აგერ თქვენ ხართ მოწმენი, აგერ ნახოთ კიდე ანახე შარმე მიზიდულობა ერთ სადღაც კვირა ნახევარში. სუსვანაერი ექნება და ბრწყინვალება თვალებს. ძალიან შარმიანი და ხო, სამაგეროდ მე ცოტა ჩაეძინება ივნისის დასაწყისში ბაბის, მაგრამ სამაგეროდ მე მოვა ივლისში მისი. ხო? აი ეს მოშეხარ მოწმე როგორ იქნება ეს ცლებები. მე ხო სუჯანზე ვარ. აბარა, თავარი ეგ არის რომ დავაბარო. მე როცა ვიწყებ ხოლმე საუბარს რელაქსაცია გეწება, პატარა ეგ არის, უბრალოდ ეგეც საჭიროა, ხო? კარგი ბატონო, ეხლა შემდგომ გადავიდეთ სხვა ნიშანი. ვინ არის რომელია კერჩხები?
ბაბის ნიშანი, ხო? აბა. ძალიან კარგი პერიოდია. ჯანზეა ეს ნიშანი, აქტიურია, ენერგიულია, ინიციატივიანია, ძალიან მძაფრი ინტუიცია აქვს, ზუსტად შევანს აკეთებს ახლა, შემოქმედია, გადასარევი. აქ სხვა ჩვენს გავლენიანი ადამიანები შეიძლება გამოჩნდნენ და დაეხმარონ ბევრ რაღაცაში, როგორც ფინანსურად, ასევე საქმიანი კუთხითაც კი ამის შანსი გვაქვს ძალიან კარგი და გავითვალისწინოთ, რომ კარიერული განვითარების კუთხით, პარტნიორული თანამშრომლობის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. შესაძლებლობები გვაქვს იმისა, რომ თქვენ კარგად გამოვავლინოთ თქვენი დახვეწილი იუმორის გზნობა. რითიც დაიმსახურებთ ასევე სხვათა მხრიდან გარკვეულ შექებას, იმიტომ რომ ამათ აქვს დახვეწილი იუმორი. არის ბალაგანური და არის დახვეწილი. კუროს აქვს უფრო ბალაგანური, მაგრამ ამათ აქვს ძალიან დახვეწილი. ბალაგანური არ აქვს ამათ. ნაკლებად. ეხლა იცი რა, ჩარლი ჩაპლინს რო დაამხობენ თავზე იმას, რა ქვია, რაღაც ტორტს, ეს უხარია ძალიან კუროს, გესმის, მაგრამ ამათ უნდა ცოტა უფრო დახვეწილი. ეს კი არ არის ცუდი, მაგრამ ის ცოტა უფრო დახვეწილი. მოთხოვნაა შინაგანი, გესმის, ტიპაჟია ესეთი. რაც შეეხება ლომებს, იმპერატორთან ნიშანი უფრო თავისუფლად იგრძნობს თავს, თავისუფალი მოქმედების, თავისუფლი ურთიერთობების პერიოდია და შეიძლება ახალი ისეთი ადამიანები, პარტნიორები შემოვიდნენ მის ცხოვრებაში, რომელიც დიდ ცვლილებებს შემოიტანენ. შეიძლება აბსოლუტურად დამუხტონ ახლებურად ეს ნიშანი, ახალი იდეოლოგიაც კი შემოიტანონ მის სამხედველობაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, რომელიც ახსოვს იქნება მათ შორის საიდუმლო სასიყვარულო კონტაქტებით. ამიტომ ამ ხრივაც ლომებო, იყავით ყურადღებით ახალგაზრდა თაობისთვის არა უშავს, მაგრამ ზოგიერთისთვის შეიძლება საყურადღებო იყოს ეს მომენტი, იმიტომ რომ ჯანი გემატება, ჩარმიც გემატება და ცოტა ასე ვთქვათ, სიფრთხილეა გარკვეულწილად ამ კუთხითაც, იმიტომ რომ ტენდენციები გამოჩნდება. რაც შეეხება ახლა ქალწულებს, კარგი პერიოდი აქვს. ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსტრაფული, ზუსტად იცის რა უნდა, ჯანზეა მოსული, რო იტყვიან, აი ახლა ამუშავეთ ქალწულები, ჩემგან დილიდან საღამომდე რასაც გინდათ, უმაღლესი პასუხისმგებლობა აქვს. ყველა დეტალს ხედავს, არაფერი არ გამორჩება. ძალიან კარგი პერიოდი აქვს მგზავრობა მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტისათვის, ლინგვისტური ნიშანია. აი ახლა შეუძლია კიდე რამდენიმე უცხო ენა დაუმატოს და თავისი ბაგაჟი გააზლიეროს, ასე ვთქვათ, ცოდნის კუთხით. ამიტომ გინდა სწავლა, გინდა მასშტაბური პროექტების სფეროში ჩართვა, გინდა ყოველდღიური რუტინული საქმეები, წკინვალეთ ასრულებს ყველაფერს. ამიტომ ძალიან პოპულარულია ყურადღების ცენტრში ხდება და აქ სერიოზული წინსვლის პერსპექტივები, მაგრამ იმეორებ, მგზავრობა მოგზაურობა გინდათ, ეს პერიოდი გადასარევია. ამ კუთხითაც შეიძლება დაიბეო ძალიან საინტერესო ნაცნობობა, ახალი პროექტები, ჩაერთოთ კიდეც უცხოელებთან ერთობლივ თანამშრომლობაში და ასე შემდგომ. სასწორები აშკარად გამოცოცხლდება, იმიტომ რომ გრძნობენ, რომ მოდის ტყუპების დრო. ეს მათი ჰაერის მშობლიური სტიქია. ამიტომ სასწორებიც გამოცოცხლდება, აშკარად შარმე მადლობს, ინტერესი ცხოვრებისადმი უბრუნდებათ, შესაძლებლობები პოზიტიური ადამიანების გაცნობისა და არაორდინალური აზროვნების ადამიანებისა განსაკუთრებით მაღალია და მათ უყვართ არასტანდარტული აზროვნების ადამიანებთან ურთიერთობა. ერთ-ერთი საუკეთესო დროა სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისთვის. შემოქმედია, საოცარი შემოქმედებით ინჭით დაჯილდოებული და აქ შეუძლია ახლებურად წარმოაჩინოს თქვენი მონაცემები. სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი და სხვა შორის უცხოელებთან კონტაქტსაც მიაქციეთ ყურადღება. თუ ახლა რაღაცა იქნა ზარიან, რაღაცა პროექტი, რომ აი თქვენ გაქვთ საშუალება ახლა უცხოელებთან არის წახვიდეთ უცხოეთში, აუცილებლად არ დაგარგოთ. აქედან მოვა ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობები თქვენი შემდგომი განვითარებისა და წინსვლისა. მორიელებო, ახლა ახოზე გადაგვაქვს აქცენტი თავისთავად, ხო? პირველ რიგში, თქვენ გაქვთ ახლა საშუალება, რომ საუკეთესობები გამოვინოთ. ზემძლავრი ინტუიცია, ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსტრაფვა, ნებისყოფა, ყველაფერი წინა პლანზეა. ნამდვილი ლიდერი ხართ, ნამდვილი ხელმძღვანელი ხართ, გაქვთ გადასარევი შესაძლებლობები რა? შეცვალოთ ბინა. შეცვალოთ ინტერიერის სახში, რადიკალურად გაალამაზოთ სიტუაცია და მოაწყოთ საოცარი კომფორტი. შესაბამისად, გასაგებია ეს გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ სამაგიეროდ მიიღებთ ძალიან დიდ ეფექტს, სადაც მერე ის სიამოვნეთ პირველ რიგში და გაქვთ ეს საშუალება შედარებით ნაკლებ ფასში და ნაკლები ძალისხმევით ყველაფერი ეს მოაგვაროთ. ამიტომ იაქტიურეთ ყველა სახის შესაძლებლობების პერიოდია. რაც შეეხება ახლა მშვილდოსნებს, გამოცოცხლდებიან აშკარად ჯან ენერგია ემატებათ, ოპტიმისტი ხდება, ენთუზიაზმის ნიშანი, მრავალფეროვანი კონტაქტების დროა, სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. აი თქვენს პუბლიკაცია გინდათ რაიმე, ან გინდათ მასმედიაში გამოსვლა, აუცილებლად ძალიან პოპულარული გახდებით. ძალიან აიწევს თქვენი ავტორიტეტი საზოგადოებაში და ამიტომ წარმატებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია თქვენ რაც გიყვართ, მგზავრობა, მოგზაურობა. ესეც იქნება ძალიან ეფექტური და საოცრად კმაყოფილი დარჩებით. თხისკა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების და სიყვარულის დროა. ბიზნეს პროექტებში ჩაერთება, ადრეულ პერიოდებიდან საინტერესო დივიდენდებს მიიღებს ადრეული საქმეებიდან და
ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დრო არსებული ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, შველებთან ურთიერთობებს ალაგებს და აი ეს ფუნდამენტი ხელს უწყობს მის განვითარებას პროფესიონალური კუთხით. ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო დრო გაქვთ მაქსიმალურად აქტიურად გაიარეთ. მერწყულებს რაც შეეხება აშკარად გამოცოცხლდება, ჰაერისტიკია, გრძნობს უკეთყოფებთან მიახლოებას მზისა, ამიტომ აშკარად საინტერესო იდეები აქვს, აშკარად მატერიალიზაციის შესაძლებლობა აქვს, ინტუიცია ეზრდება, შემოქმედებითი ნიჭი, პარტნიორული სასკოლო კონტაქტებისთვის, ბიზნეს საქმიანობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დრო მოდის, ჩემო კარგებო. სახლშიც კი, გინდათ დიზაინი გაალამაზოთ, გინდათ კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბოთ ახლობლებთან, აი ეს კვირა ამას უწყობს ხელს. და შესაბამისად, რაც მეტად კარგი ურთიერთობები გექნება თქვენ ახლობლებთან, ნაცნობთან, ოჯახის წევრებთან, ეს ხელს შეუწყობს თქვენს მეტად განვითარებას. და რაც შეეხება თევზებს, თევზებო ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, ინტუიციაზე ღრმა, შემოქმედებითი ნიჭი, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება, რა სფეროშიც გინდათ ხარ წარმატებული, სასიყვარულო კონტაქტების და ყველა სახის ბიზნეს კონტაქტებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დროა, გაქვთ საშუალება აუცილებლად იმოგზაურეთ. მრავალფეროვანი შეხვედრების, სწავლის, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს პარტნიორულ თანამშრომლობას და თქვენს წინსვლას. ყველას უსურვებ წარმატებებს, გაფრთხილებული ხართ, ანუ შეიარაღებული.